ხوارჯობია რომ მეგავაზიარო და გამაკეთებიო. არა. ახსნე, იმიტომ რომ თუ არ ჩაიწერე. ხო, არ ჩაიწერა იქით. მარტო voice-ი ჩაიწერა და პარამ. მოკლედ, როგორ გავაკეთეთ ეგ? Players-ში შევქმნით empty game object-ი, მარჯვენა ღილაკი players-ზე და create empty. და მაგ empty-ს დავარქვით ground checker-ი. დავარქვი? ასეს main კამერას გვერდ თითე რაღაც უნდა იყოს. კი, ეს virtual კამერის ის არის. ახლა. Cinemation brain-ი რო აქვს მიბმული, მაგიტო აქვს. Virtual კამერა ამოძრავებს main კამერას და აყოლებს მუდმივად players, რა. ევქენი მას ground check. რა? ევქენი. ხო, და დაუყენე ფეხებთან. აი სადღაც აქ. შენთან ეს წრე ჯერ არ იქნება, მაგრამ დაგახატინებ ამ წრესაც. აი ფეხებს შორის, აი ცოტა ქვევით რა. დაახლოებით ამ პოზიციაზე. აი ჩექმები რასაც. კაი. ეს დაასეივე და ახლა გადადი script-ში. Player movement-ში. იო. ზირებული გაიჩი. მაინც გაიჩა. Chance. ნახო. ზევით უნდა დაწერო ეს ცვლადები, ესეთი header-ი გააკეთე ground check-ის და ესეთი სამი ცვლადი დაუწერე. Ground checker-ის transform-ი, ანუ transform-ის ტიპის კომპონენტის ცვლადი შევქმნით ground checker-ი დავარქვით იმისთვის, რომ ეს ground checker-ი ჩაგვეკიდო მერე. მერე float-ი ground checker radius-ი შევქმნით, იმიტომ რომ რაღაც radius-ით დაგვეხატა ეს წრე, რამ ხელა წრე იყოს მაგისთვის. და ground layer-ი არის იმისთვის, რომ ამ წრემ უნდა შეამოწმოს ანუ collider-ებით რაღაცა, აი როგორც players რომ მონიშნავ და ის მწვანე collider-ი რო აქვს. ეს ხო თამაში არ ჩანს. არც ეს არ ჩანს თამაში რა, ეს ground checker-ი. უბრალოდ სცენაში იხატება და ჩვენთვის ხილული რო ყოფილიყო, მაგიტო დავხატეთ. და მე ეს მართლა ამოწმებს ობიექტს, რომელსაც რაღაცა კონკრეტული layer-ი აქვს და ეგ layer-ი ჩვენ მივთითეთ ground layer-ით რა. ანუ შევამოწმებთ ground-ის layer-ი აქვს თუ არა იმ ობიექტს, რომელსაც შეეხო. ეგ წრე. და ფეხებთან დავუყენეთ, იმიტომ რომ ფეხები დგება ground-ზე და მაგით უნდა მიხვდეს ხოლმე ground-ზე დგას თუ არა. გადაწერე ეს და მე ქვევით ჩავალ, რომ სხვა რაღაცებით გადაწერო. ეს layer mask-ი რა არის? აი layer-ის ტიპის ცვლადი არის რა, შეგვიძლია შიგნით layer-ი აირჩიო. ეს layer-ი არის, აი აქ რო ვირჩევთ ხოლმე. ground-ის layer-ი ხო გვაქვს აქ არჩეული, ground-ზე. აი მაგ ტიპის ცვლადი არის რა, სადაც შეგვიძლია შეინახო რაღაც კონკრეტული layer-ი. და ამაზე ვამოწმებთ მერე იმ ობიექტს რო შეეხება ის წრე, შეამოწმებს ის layer-ი ხო არა აქ მაგ ობიექტს რა layer-ით შენ აქ გაქვს არჩეული ground layer-ში. აქ მართლა ground-ის layer-ი გვექნება ჩვენ აი ეს. და მერე ground-ს რო შეეხება და აქ ნახავს რომ layer-ში ground-ი აქვს ამ ობიექტს მონიშნული, დაემთხვევა ეგენი ერთმანეთს და იმუშავებს. მერე მაგის მერე გადაწერე ეს on draw gizmos დაწერე და ჩაიწერება თავისით. ან პირდაპირ gizmos და ჩაწერს. აქ ვუთითებ colors რა ფერის წრე დაიხატოს და
წრე კი არა, პრინციპში სხვა ფორმებით შეგვიძლია დახატო. ეხლა ჩვენ წრე გამოვიყენეთ უბრალოდ. აი სფერო დავხატეთ რა, wire sphere. wire იმიტომ რომ ის ყოფილიყო. სავსე არ ყოფილიყო და კონტური ყოფილიყო მარტო. არ გამოჩნდება. თამაში არ გამოჩნდება იქ. ამ draw wire sphere-ს უთითებ ground checker-ის პოზიციას, ანუ ცენტრს უთითებ რა, საიდან დაიწყოს ხატვა. ცენტრი რა კონდეს მაგ წრეს. და მე რა უთითებ ground check radius-ს, ანუ რამხელა რადიუსის წრე მოხაზოს. და ამისთვის ცენტრი ეს არის, ground checker-ი, აი აქედან ეს არის ცენტრი ამ წრის და რადიუსი რამხელაც აქვს, იმხელა წრე იხატება რა. ამას რო გადაწერ მითხარ. გადავწერილს. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხატავს უბრალოდ სცენაში, ჩვენთვის რო ხილული იყოს რა. თორემ მართლა რაც დახატავს თამაში და მართლა რაც შეამოწმებს, ეს ხა ეს ჩანაწერი იმას არ ამოწმებს ground-ის layer-ს. უბრალოდ სცენაში დავხატეთ ამ ხელა წრე, რომ ვიცოდეთ, აი მართლა რომელიც ხატავს, ეგ რამხელას დახატავს რა, რამხელა წრეს და როგორ. და მართლა რაც ხატავს არის ეს. აი ეს ჩანაწერი. overlap circle ქვია. აი physics 2D კლასში არის შენახული რა, ჩაშენებულია და ამასაც უწერ. მაგას გადავწერ. ხო, ახლა ეს გადაწერე. ეს უნდა დაწერო bool is grounded და ესეც ანუ ის არის ფუნქცია არის bool-ის ტიპის რა. და ოღონდ ისეთი ფუნქცია არის, რომ რაღაცას აბრუნებს, ანუ ინფორმაციას გიბრუნებს, რაღაც ინფორმაციას გაძლევს. მეორენაირად რო ვთქვათ. გაიჩა ხო? იმე გაიტრინოს. ანუ აქამდე ხო წერდით ხოლმე ჩვეულებრივ void-ებს. და მე შეგნით რაღაცას უწერდით და მე ვიძახებთ, სადაც გვჭირდებოდა და ამას რო გამოიძახებ, ეს bool ტიპის რახან არის ეს ფუნქცია. ან true-ს მოგცემს, ან false, ან true იქნება, ან false-ი რა. და true ეს იმ შემთხვევაში არის, true-ს იმ შემთხვევაში აბრუნებს, return ხო დაბრუნებას ნიშნავს. როცა ეს არის ჭეშმარიტი. თუ ეს მცდარი არის, შესაბამისად ელს აკეთებს პირდაპირ და false აბრუნებს, ანუ is grounded არის false-ი მაგ დროს, როცა ეს არ არის ჭეშმარიტი და ეს აქ რო წერია if-ში, პირდაპირ ხატავს კიდეც ეს ground checker-ის პოზიციაზე ground check radius-ით იმ წრეს და თან ground layer-ს ამოწმებს რა, იმ ობიექტს აქვს თუ არა ground-ის layer-ი. და თუ აქვს ეს მთლიანად იქცევა true-д, ანუ ჭეშმარიტი ხდება რა. თუ მართლა მოხვდა იმ წრეში. და თუ ახტები ვთქვათ ის წრე ხო აღარაფერს აღარ შეეხება, მე ground-ს ხო არ შეეხება. შესაბამისად ეს მცდარი იქნება და ეს რომ მცდარი იქნება is grounded დააბრუნებს false. იმიტომ რომ else-ში გვიწერია ჩვენ რომ ეს თუ მცდარი არის, მაშინ უპირობოდ გააკეთოს ეს. რაც ნიშნავს რომ is grounded იქნება false. ასე return რას ნიშნავს? დაბრუნებას ნიშნავს რა. რაღაც ინფორმაციას გიბრუნებს. ანუ bool-ი ხო ეგეთი ტიპი არის, რომ ან true არის, ან false-ი. ეგეთი ინფორმაცია ინახება შიგნით. და აი როგორც ვთქვათ, იმას შეამოწმებდი, ჩვეულებრივი bool-ი რო გქონდეს. და ხო შეგვიმოწმებია ჩვეულებრივი bool-ი, აი ცვლაც ვიძახი რა, ზევით რო შეგვექმნა მაგალითად. true არის თუ false არის. რაღაც ეგეთ რაღაცას ხო ამოწმებთ ხოლმე. ამასაც ეგრე შეამოწმებ რა. ოღონდ
ეს ფუნქცია არის და შიგნით რაღაცა მოწმდება კიდე და მაგის მიხედვით არის მერე true ან false. ანუ თუ ზევით შევქმნით რაღაც ბულს მაშინ მაგ ბულისთვის სადღაც უნდა გეთქვა რომ ახლა true გახდეს, მერე ახლა false გახდეს და ეგრე რა და ეს ისეთი ფუნქცია არის რომ შიგნით ამოწმებს ამას და ეს თუ ჭეშმარიტია მაშინ true ხდება თავისით. აი ამას აკეთებს, გიბრუნებს true-ს, გაძლევს true-ს რა. და თუ ეს მცდარი არის, მაშინ გიბრუნებს false. ანუ მაგ მნიშვნელობებს იღებს იმის მიხედვით შიგნით ეს ჭეშმარიტია თუ არ არის ჭეშმარიტი რა. და ეს is grounded უნდა შეამოწმო ახლა სად არის jump-ი სადაც გვიწერია. Space-ზე დაჭერასთან ერთად მიუწერე ეს გვერდით. დაკავშირი და is grounded და ფრჩხილები. ანუ space-ზე დაჭერასთან ერთად რომ შემოწმდეს is grounded true არის თუ არ არის რა. პრინციპში ეს პირდაპირ is grounded რო გვიწერია ნიშნავს რომ თუ true-ა მაშინ არის ეს ჭეშმარიტი ეს პირობა. ანუ აქ აღარ არის აუცილებელი რომ უდრის თუ არა true-ს დაწერო. ხო ხდები ამას? ანუ მარტივად და მოკლედ ვწერთ რა პირდაპირ is grounded და ფრჩხილებ. რა ხან ფუნქციაა ეს? ეს bool ტიპის ფუნქცია. ჩაწერე? აი იქ space-თან დაუწერ და ვსიოლოს. დაუწერილს. ხო? და ასეივე გადადი unit-ში, მონიშნე player-ი და მარჯვნივ player movement script-ი, სადაც აქვს მიბმული players. მან დაინახავ ground check-ის headers, ანუ სათაურს და მერე იქნება ground checker-ი, ground check radius და ground layer-ი. გამოჩნდა? არა. ანუ დასევებული არ გაქვს, ან რაღაც შეცდომა გაქვს. არაფერს არ მიწითლებს. მაშინ უნდა გამოჩნდეს. დასევებული არ გაქვს, ანუ. player movements უყურებ? არც debug-ში არ მიჩვენის. player movements უყურებ? player attack-ში ვიყურებოდი. ხო. player movements ხო, იქ არის მას. ხო. ground checker-ში ჩააგდე ground checker-ი, შვილად რო ყავს players. ground check radius-ში non-tally 2 საკმარისია. იქ. ოღონდ ყურადღება მიაქცე იმას, რომ ეს იყოს ამის გარეთ, მწვანე კოლაიდერის გარეთ, იმიტომ რომ შიგნით თუ იქნა ჯერ მწვანე კოლაიდერი შეეხება იმ ground-ს და ეს ვერაზროს ვერ შეეხება რა. მიხდი? ეს ცოტა ქვევით უნდა იყოს. ხო, ჩემთან შიგნით არის და გავზრდი მას. ხო, ან გაზარდე, ან ცოტა ქვევით ჩამოწია თვითონ ground checker-ი პოზიციურად. და ასევე ground layer-ში nothing ხო წერია მანდ. აირჩიე ground-ი. გაქვს ground-ის layer-ი? მოიცო ნახოს. ნახეობა. ground-ის layer-ი არ აქვს. ო, თუ არ გაქვს მაშინ ზევით ასკროლე და აი tag-ების გვერდით რო layer-ი არის, default-ი ჩამოშალე, add layers დააჭირე და აი აქ მესამე ადგილზე ჩაწერე ground. დიდი 120 ჯობია მაინც. არ არის აუცილებელი, მაგრამ სხვა layer-ებიც დიდი 100-ებით არის და პირველი 100 ჩაწერე დიდი. მერე გადმოდი ground-ზე. ground-ის layer-ი აირჩიე, რომ დავიკონო ground-ის level-ზე. რა არის? იყოს default.
ground-ი კი, ground-ი უნდა გადაიყვანო. Ground-ს ობიექტი თვითონ. Player-ი არა. გადავიყვანებს. ხო, ground-ის ობიექტი გადავიყვანეთ ground-ის layer-ზე და ეხლა იქ nothing რო ეწერა, წეღარო არ გამოგიჩინა ground-ი, იმიტომ არ ქონა შექმნილი. ეხლა აირჩიე ground-ის layer-ი, მანდ nothing-ის მაგიროთ. So, დაასეივა და ჩართე და წესით ერთხელ უნდა ახდეს მხოლოდ. ნახევა. კარგი. Hire-ში შეგიძლია გასპამო space-ებს დააჭირო ბევრჯერ, მაგრამ არ ახდება. მარტო ერთხელ ახდება. მას ახტომა რომელი იყო? Space, დიდი ის რაც არის. ღილაკი. აჩენთან არ ხდება. ელება ის არ ეხება მას, ნახავობა. ნახე, აბა ქვევით ჩამოწიე, ანუ არა ეხება. აქ ჩანს, ოი, სცენაში გადავედი და აირჩია ground-ის layer-ზე ground-ი? ground Nothing-ის layer-ში. nothing-ის მაგივრად ground-ი აირჩიე? იმას. Ground-ზე ground-ის layer-ი აირჩიე თვითონ ობიექტზე. ground checker-ზე ground layer-ი უნდა ურჩიო? არა, ground checker-ზე არა, ground-ზე, პლატფორმა რაც დევს დაბლა. ობიექტი ground-ი რა. მაგაზე უნდა აირჩიო ground, მაგაზე უნდა შეამოწმოს, აბა სხვაზე ხო არ შეამოწმებს. ხო. მაგაზე უნდა შეამოწმოს დგას თუ არა, ანუ მაგაზე რო დადგება შეამოწმებს ground-ი არის თუ არა ეგ ობიექტი რა, იმ layer-ის მიხედვით. სხვა ობიექტზე თუ დადგები, რომელსაც ground-ის layer-ი არა აქვს, ვერ ახტება იქიდან. მიხვდი? იმიტომ რომ ground-ის layer-ი არ ექნება იმ ობიექტს. ჩვენ ახლა ვეუბნებით რომ მხოლოდ ისეთი ობიექტიდან შეეძლოს ახტომა, რომელსაც ground-ის layer-ი აქვს. აი აქ მონიშნული. აბა გატესტე ახლა. არ ხდება, აღარ ხდება მას, ერთხელ ხდება მარტო. ერთხელ ხდება მარტო, ხო? ჩვენიერ. აი. ახლა გავხსნათ player etx ხო? სკრიპტი კი. მაგრამ სანამ მაგას ვიზამთ. ჩვენ ის რის გასროლის ის დაუწერეთ. მაგრამ არ იმას ვიქნი. არ გავიგეთ. ხო, ის რის გასროლა დაუწერეთ. როდნისა გაარტყავინეს. აჰა. ის enemy-ის ობიექტი ჩააგდე შენ უკვე? არა მას. კაი, ჩავაგდეთ მოდი. hammer enemy როფია. ხო. აი ეს enemy რო წინაზე ჩავაგდეთ, folder-ი რო ჩავაგდეთ ავანთ. მანდ animations png და idle რო არის. მოვნიშნოთ idle-ის ყველა ფოტო, Ctrl+A-ს დავაჭიროთ, ყველა მოინიშნება. პირველიდან წავიღოთ და გადავაგდოთ ცალკე სცენაში. მას კიდე გაიქიშა. და დავარქვათ რა ქვია მას? მე hammer idle დავარქვი. რა დავარქვი? hammerman idle. მაგრამ ძალიან პატარა არის და გაზდა მოგვიდეს. ხო, გავზეთ. hammerman-ი? ოკეი. hammer-ი ხო ორი არა მას მუთულზე რომ გადავიყვანე ისრები ძალიან ზევით გაჩნდა. რაზე რო გადაიყვანე? მუთულზე რომ გადავიყვანე ისრები ხო ცენტრში უნდა გაჩნდეს ძალიან ზევით გაჩნდა. არ გაქვს სწორად გასწორებული ალბათ ის shoot point-ი. hammerman idle დავარქვი მეც. გავზარდოთ, მეგონი 3 უნდა ჩაუწეროთ. აი ეგრე აჩვენებს ჩვენთან. ამაზე იწახი? ხო. ხო, ეს არაფერი კაცო, ის არის რა ქვია. თავისი ჩარჩოს ქვევით არის რა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ზევით წევს იმას hammer-ს, გვერდზე იხრება და ეს დიდი უნდა იყოს.
იმის გამო რომ აი ამ ჩარჩოში იმოძრაოს. ეს ჩარჩო დიდი რო არ იყოს და აი ამ ხელა ჩარჩოში იყოს. ამ ხელა ჩარჩო რო იქნება დგომა და მე ამ ხელა ჩარჩო რო იქნება თქვათ ეთექი, ძალიან ცუდად ჩანს ეგეთი გადასვლა რა ორდეში. პატარა ფოტოდან დიდ ფოტოზე რო გადადის, ადგილი ეგრე ჩანს რომ ადგილი შეეცვალაო. ანუ გეგონება რომ ტელეპორტაციას გააკეთებს პერსონაჟი, თვითონ ფოტო რა. და რახან ანუ მორგებულია ეს. ხო, რახან ესე არის გაკეთებული, სწორად არის გაკეთებული, იმიტომ რომ თუ გადაადგილებას აკეთებს ეგეთი ანიმაციები გაქვს, ჯობია რომ ერთი დიდი ჩარჩო გქონდეს და იმ ჩარჩოში გადაადგილო, რომ ეს ჩარჩო არ იცვლებოდეს საერთოდ რა. ყველა ფოტო რომელიც იცვლება, ამის ყველა ფოტო ერთნაირი ზომის არის ზუსტად. აი ამ ხელა არის რა, ამ ხელა ჩარჩოსაც ხედავთ. და შიგნით მოძრაობს უბრალოდ ის ფოტოები რა. კაი. მოდი მივაბათ ამას Rigid Body 2-დე. ენემის ხო? ხო. გრავიტაცია გქონდეს 1-3. და მივაბათ Capsule Collider 2-დე ამასაც. თუ ბოქსი უფრო მოუხდება ამას. მას Polygon Collider რო მივაბათ. Polygon Collider-ი ის ხო იცვლება მე რა ქვია ანიმაციები და არ გვაწყობს ესეთი ფორმა ექნება რა. Hammer-ის ფორმაც ექნება იმ Polygon Collider-ს. აი Box Collider 2-დე ვცადოთ, აბა. ბოქსი ძალიან დიდზე მოერგოს. ხო, იმ ჩარჩო ნამხელას აქვს, მაგ ხელზე მოერგება და მე დააპატარავ. Edit Collider-ს დააჭირი აქ მარჯვნივ და მეგონი ესე ოკეია. დავყენა? მას მე ხელების იმას ხვდი. მივათვალე. ხო, რა, როგორც ხელებზეც მოვარგე. როგორც გინდა. ოკეი. Idle 1 რო არ ერქვას დავარქვათ Hammerman-ი. და გადავიდეთ სკრიპტების ფოლდერში. და შევქმნათ ახალი სკრიპტი. დავარქვათ enemy health. ასეს ნებისმიერი ენემისთვის იქნება? კი. მარტო health-ი გვეწერება აქ რა. მას სხვადასხვა health-ის მიგიჩქთო გვინდა? ეგ ხო public იმაზე გვექნება და მიუთითებთ ერთს 10 ქონდეს, მეორეს 7 და როგორც გვინდა მე. მივაბათ მე ეს enemy health-ი Hammerman-ს. და გავხსნათ. ას პირდაპირ შეგვიძლია ჩავუგდროთ. კი. სცენაში შეგიძლია ჩავუგდო ან მარცხნივ იერარქიაში. და გავხსნათ. პრინციპში ჩვენ player health-ში რაც გვიწერია, ეგ გვჭირდება აქაც რა. ხო? ამიტომ player health-ის არ მიწერია მას. რა არის? player health-ის კოდი არ მიწერია მას. შენ არ გიწერია, ჩვენ დავწერეთ, ეს არ გიწერია, ხო? მოდი ჩაგიგდებ თუ გინდა. ან ჩაგიგდებ თუ გინდა Discord-ზე და იმდი ეგაიჩი. ხო. არ უშველა იმანა. ჩავაგდე გადმოწერე და პირდაპირ ჩააგდე შენი სკრიპტების ფოლდერში რა.
ქვევით. და მე ჩავუგდე იმას players. ეგ player-ის health-ი არის. და მაქედან გადმოვიტანთ ამ კოდს enemy health-ში, იმიტომ რომ import new asset ხო? არა, პირდაპირ drag and drop-ით. ანუ გახსენით ცალკე და პირდაპირ მარტივად გააკეთე რა, წინაზე როგორც გააკეთე. არ შვება ეგრე ზოგჯერ იმას რა ქვია, import-ით და პირდაპირ მოკიდე და drag and drop-ით უფრო მარტივი არ არის, ვიდრე მარჯვენა ღილაკსო დააჭირო იქ და import-ი და აირჩიო და რაღაცეები. ორივე გახსნილი გაქვს, მოკიდებ და გადმოგდებ პირდაპირ. ხო, ჩავაგდია. ეხლა ჩავუგდე players, რომ players კონდეს. შეგვიძლია ჩაუწერო კიდეც რამდენი გინდა რომ health-ი კონდეს. ეგ ჩვენ უბრალოდ ჩავწერეთ გავტესტეთ კიდევაც ერთხელ start-ში რა, damage გამოვიძახეთ start-ში უბრალოდ და ვნახეთ რომ აკლდებოდა და მერე წაუშალეთ. უბრალოდ გავტესტეთ. მეტი არაფერი. ჩავუგდე? კი, მას და იდუსთება. ხო, მერე გახსენი კიდეც იმაში, Visual Studio-ში. და ეს კოდი გადავიტანოთ ახლა enemy health-შიც, იმიტომ რომ იქაც იგივე ეს დაწერა მოგვიწევს. მოვაკოპიროთ ეს თვითონ ცვლადიც და damage ფუნქციაც enemy health-ში გადავიდეთ და ჩავაფეისტოთ. არა, ის არის რომ მოხდება, მე უნდა დააკლდეს ხო? damage უნდა გამოვიძახოთ, კი ის არის რომ მოხდება. გადაიტანე? კი. კაი, დავასეივოთ ეს. გადავიდეთ unit-ში. და მოვნიშნოთ hammerman-ი, ჩაუწეროთ health-ი რამდენი კონდეს. თქვათ კონდეს 5. ამასაც. და ახლა როგორ დავაკლოთ, ნახე? ჩვენ რო ისრებს ვისვრით. ხო ეგ ის არის ხვდება ამას. აი, კეფაში გავარტყი და გადავაყირავა. და ეგ ის არის რო ხვდება. მაგის არს ქვია arrow ფრჩხილებში კლონი. ხო, ჩანს შენთანაც ესეთ ეგრე ერქმევა. ანუ იმ prefabs რაც ქვია მაგის მე არ გამიტესტიე. მას თქვენ იმის კოდებს ისა რომ დაშალოს მერე. მე მგონი ხო, ვიწერია. კი, destroy arrow clone 3 გვიწერია. ხო და ის რა ქვია ეხლა უბრალოდ ვისვრით და ხვდება, მაგრამ არაფერს არ აკლებს, იმიტომ რომ არ გვიწერია ჯერ რომ დააკლოს. ისიც გავთიშოთ, აი რო აღარ გადააყირავდეთ. ხო, რო არ გადაყირავდეს, კი. მადლობა რომ გამახსენე. მაინც რა უნდა ქნოთ მას. Freeze rotation Z-ი უნდა ჩაურთო rigid body 2D-ში. Rigid body ჩამოშალეთ და constraints რო წერია, მან დაქვს freeze rotation Z. რა ის ხო 2D არის და Z-ი როგორ მოვხდი? არა, ეს rotation-ი არის. Z-ზე rotation ხო ესე აკეთებს, ნახე? ანუ ნახე, Z ღერძი არის ეს ლურჯი ღერძი. და მაგ ღერძის გარშემო ტრიალებს. აი. მიხდი? X rotation ნიშნავს X ღერძზე დატრიალებას. აი, წითელი ღერძი რო არ მაგის გარშემო ტრიალებს. Y rotation ნიშნავს Y ღერძზე დატრიალებას, ვერტიკალურ ღერძზე. ანუ მაგის გარშემო ბრუნავს რა. მიხდი ხო? კაი, ხო და ორი ვარიანტი გვაქვს ხო? ან arrow script-დან უნდა შევამოწმოთ, ამას ეჯახება თუ არა, ან ამის script-დან უნდა შევამოწმოთ, arrow-ს ეჯახება თუ არა და ამის script-ი ხო გვაქვს უკვე. ამიტომ აქ enemy health-ის ხო? კი, enemy health-ში აი update-ის დაბლა გამოვტოვოთ ადგილი და დავწეროთ on collision enter 2D. on call ჩაწერეთ და გამოჩნდება on collision enter 2D.
მას ხო არ აქვს მნიშვნელობა სად დაუწერთ ამ მოიდე. არა, მე აპდეიტის ქვეშ ვწერ ხოლმე. თუ გინდა სტარტის ზევით დაწერე, ან საერთოდ ზევით დაწერე, რა მნიშვნელობა არ აქვს. თავარია სხვა ფუნქციაში არ ჩაწერო, სხვა void-ში. ეს ცალკე void-ია რა. და შევამოწმოთ if-ით, შიგნით collision გაიჩა? კი. collision წერტილი game object წერტილი name name შევამოწმოთ, იმიტომ რომ აი წეღან ხო დაეწერა arrow ჭხილებში კლონ, ეგრე ერქმევა იმ ობიექტს, რომელიც ჩდება, თვითონ ის არის. ხო და ყველას ერთნაირი სახელი ქვია რა, ყველას arrow ჭხილებში კლონ. ანუ prefabs რაც ქვია egg სახელი და მერე ჭხილებში კლონ. და ამიტომ შეგვიძლია tag-ივით გამოდის რა, იმიტომ რომ ყველას ერთნაირი სახელი თუ აქვს, ანუ tag-ის მუღამიც ხო ეგ არის, რომ რაღაც tag შექმნი და ყველას ეგ tag-ი აქვს და ამ შემთხვევაში, როცა prefab-ის კლონები ჩდება სცენაში, ყველას ერთნაირი სახელი აქვს, prefab-ის სახელი და ჭხილებში კლონ. შესაბამისად, შეგვიძლია პირდაპირ name-ზე შევამოწმოთ და ყველაზე იმუშავებს. და damage გამოვიძახოთ აქ. ეს სახელი ბრჭყალებში, ხო? კი. damage ერთი დავაკლოთ, ხო? კი. აი damage-ში ჩვენ გვიწერია, რომ health გამოაკლდეს damage amount-ი. და damage amount-ს ვაწვდით აქედან, ერთი რო მივაწოდეთ აქედან, ამ ფუნქციის ჭხილებში ხო არის damage amount-ი. და ეგ ფუნქცია რო გამოვიძახეთ, ჭხილებში მივხვდეთ, ეგ damage amount-ი რამდენი ყოფილიყო. ერთი რა ხარ მიუწერეთ, damage amount-ი 1 იქნება და health გამოაკლდება 1. health ხო 5 აქვს, 5 გამოაკლდება 1, გავხდება 4 ერთ მორტმაზე. მერე კიდე 4-ს გამოაკლდება 1 და ეგრე. destroy collision game object-იც ხო უნდა? ბან. კი, მართალი ხარ. ახლა უნდა, თორე მომავლისთვის წესთამას ის hit-ის ანიმაციაც აქვს. ისე ვქნათ. ხო, შერჭობაც აქვს და მაგ შერჭობას გავუკეთებთ მერე. ახლა ეს Discord-ი წავშალო, მე მგონია თავიდან გადმოვწერო, თორე მე მაგან უშველოს. მას რომელიც მოხდება ის რომ მოსაქმნას collision game object-ი, ხო? კი. მართალი ხარ. Destroy collision წერტილი game object. აი, დავწერე და გავტესტავ. მარჯვნივ დააკვირდი enemy health-ზე, health-ი ხო ჩანს 5 რო აქვს. ეს როლი და აი 4 გაუჩნდა და გაქრა კიდეც. 3, 2 და ოღონდ არ მოკვდება ეხა, იმიტომ რომ არ გვიწერია რომ მოკვდეს. ნახეებად თუ აკლდება? ნახავ. გადასტა? მოიცა მას ვნახო სოცხლე თოვლება. მარა საღაც აღაშურს ისვის. დააგდა ხო? 1-2 USB და გადააგდო მას. ხო. კაი.
ეგ როგორ უნდა მოსაკუთრე, როგორ გადააგდეს. მოიცადე იმის რიჯის ბადის გამო გადააგდო ალბათ. გრევით სკელი რამდენი გიწერია იმაზე? ჰამერმენზე. ჰამერმენზე გიწერია 3. წესით არ უნდა გადააგდოს მაგ ხელაზე. პრინციპში ჩვენ მე ანუ გავაჩერებთ რა, არ გადავარდება, ეხლა შეიძლება ვარდება, მაგრამ ის არსაც ხო გავაჩერებთ ჩვენ და აღარ გადააგდოს. თუ გადააგდოს და ჩაუწერთ, რომ აი ეგ რიჯით ბადიში გავაჩერებთ რა მოკლედ. მას რა ქენით ახლა? როგორ? ახლა რა ქენით მას გაჭირდა ჩემი? როგორ გადააგდოსო ეგ გავიგონე. არაფერი, უბრალოდ მომავლისთვის გავაკეთებთ მაგას, ეხლა იყოს შეჯერებით როგორც არის. კაი. ის რა ქვია? ახლა ჰიტის ანიმაციაც ხო აქვს ამ ჰამერმენს. აი take hit. ატაკებიც არის და რაღაცა. აი რახან მაგის სიცოცხლის დაკლება გაკეთებული გვაქვს, take hit-იც გავაკეთოთ. ყველა ფოტო მოვნიშნოთ take hit-ის. ოღონდ ახლა ვუგდებთ ჰამერმენს თვითონ მარცხნივ. აი აქ ჩავუგდოთ, დავარქვათ hammerman დაბლატირე take hit. და ანიმატორში გადავიდეთ მე. ას ანიმატორი როგორ გამოვაჩინა? იდე აღარ არის მას ჩვენ. Windows დააჭირე ზევით animation და animator. გავაჩინა. ჰამერმენზე ხო მას? კი, ჰამერმენი მონიშნე. და პარამეტრებში გადადი, აქ თუ ლეიერებში არის. აი მარცხნივ. პლუს დააჭირე და ტრიგერი შევქმნათ take hit დავარქვათ. ტრიგერი ხო? კი. მას ეს ჰამერმენ აიდლთან ენტრიო დაკავშირებულია, იზავს უკვე. აიდლს აკეთებს, კი, იზავს. თამაშო ჩართავ აიდლ დაიწყება. ო მე არ შემიჩნევია რა. ხო. დააკვირდი და იზავს. და აიდლიდან გადავიყვანოთ take hit-ზე. მარჯვენა ღილაკი აიდლზე, make transition და მიაწკაპუნე take hit-ზე. არის კიდე transition-ი უკან ხო? transition უკანაც შეგვიძლია, exit-ზე შეგვიძლია, exit-ზე გავაკეთოთ, მოდი. გაითიშება. და exit-ზე რო გადადის, ისედაც აიდლზე გადადის. იგივეა რა. თავარ ანიმაციაზე გადადის, როცა exit-დება. მერე მოვნიშნოთ აიდლიდან გადასვლა take hit-ზე, თვითონ transition-ი. has exit time გავუთიშოთ მარჯვნივ. setting-ებში transition duration გავანულოთ, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ დაყოვნება არ ქონდეს გადასვლას და ქვევით პლუსით დავამატოთ take hit condition-ში. რომ ამ condition-მა გადაიყვანოს. იგი თავის დაემატა, დიახ. ახლა take hit-დან რო exit-ზე გადადის. has exit time ამ შემთხვევაში ტოვებს chart-ს, რომ მასე გაითიშოს. აქ არ ჩანს არაფერი ქვევით. სად? აიდლიდან იმაზე რო გადადის, ხო არის ქვევით რაღაცა ორი ლურჯი ხაზი. და აქ არ ჩანს. take hit-დან exit-ზე რო გადადის. არ არის აუცილებელი ეგ რო ჩანდეს. exit-ზე გადადის და მაგიტო. exit-ი არანაირი ანიმაცია არ არის და მაგიტო. setting-ები ჩამოშალე და exit time-ში ერთი ჩაწერე.
რომ სრულად გააკეთოს take hit-ის ანიმაცია და transition duration-ში 0 ისევ რომ არ კონდეს. ნახე რატო აწერია, ეს აწერია, რატო არ ჩანს ის ლურჯი რაღაც. Cannot preview transition, there is no destination state. ანუ ჩვეულებრივი state რო ყოფილიყო, რომელიც ანიმაციაა მართლა. მან დაგანახებდა და ეს exit-ი რახან არის? exit-ი ანიმაცია ხო არ არის, უბრალოდ გათიშვის state-ია რა. და მაგიტო. კაი, ქვევით condition-ში არაფერი არ ჭირდება. ახლა წავიდეთ script-ში, enemy health-ის script-ში. და ზევით შევქმნათ public animator anime. რო ამის enemy health-ში ხო? კი, enemy-ის animator-თან რო გქონდეს წვდომა მაგის გამო. წეგარ take hit-ი რო შევქმნით, take hit-ი რო დავატრიგეროთ. მერე აქ health minus damage amount-ი რო გვიწერია, ჩაუწეროთ anim წერტილი set trigger ბრჭყილები და take hit. ბოლოში წერტილზე. ხო damage-ის დროს უნდა მოხდეს ეგ take hit-ის ანიმაცია. რო დააკდება სიცოცხლე, მაგ ანიმაციას გააკეთებს. ნუ დაატრიგერებს ანიმაცია იმას იმ ტრიგერს ჩართავს და ეგ ტრიგერს დავარქით ის ჩავწერე. ზუსტად ეგ ჩაწერე, კი. იმ ტრიგერს ჩართავს და ის ტრიგერი გვაქვს მონიშნული გადასვლაში, transition-ში. take hit-ზე რო გადავიდეს და გადავა. დავასეივოთ ეს. გადავიდეთ, მოვნიშნოთ hammerman-ი და margin anim რო აწერია. non animator ეწერება მანდ. წამოვიღოთ ეს hammerman-ი და ჩავაგდოთ მანდ non animator-ში. ანუ anim-ში რა. და hammerman animator დაეწერება. ანუ ჩავარდება შიგნით. ანუ enemy health-ის script-მა იცის anim-ში უნდა გაითვალისწინოს hammerman animator-ი. ანუ ეს ანიმატორი რა. და მაგიტო აქ რო გვიწერია ჩვენ anim წერტილი set trigger take hit, hammerman-ის ანიმატორში შემოვა და take hit-ს ჩართავს. გავტესტოთ, აბა გაარტყი ახლა და წესით ანიმაციაზე უნდა გადავიდეს. ეგარი. გადადის. მაგრამ არ კვდება ჯერჯერობით. hammerman-ს რა უნდა ჩავ anim-ში თავისთავად hammerman-ი, რომ hammerman-ის ანიმატორი ჩავარდეს. გადასტე? იმას. ერთად მუშაობს. მაგრამ ისევ ძალიან შორს ისვის. იმას აგდებს, რა ქვია, hammerman-ს? სალოს. ძალიან შორს ისვის რა გულისხმობ, ვერ მივხვდი. ანუ hammerman-ს ისვის შორს. ხო და რატო ისვის ვერ ხვდები, ჩემთან არ ისვის საერთოდ. იმას destroy არ გიწერია აქ? destroy collision game object. მიწერია, მაგრამ მაინც აგდებს მასი. და რანაირად აგდებს ვერ ხვდები ანუ. ეგრევე ვაქროთ და.
მას თავში ხარ უნდა დაუწერო. Health-ის მერე მიწერია ეს. არა. მეც ეგრე მიწერია, მაგრამ მნიშვნელობა აქვს მაგას. კაი, ესე რა ქვია, იყოს ჯერჯერობით ეგრე, რა ვიცი, არ ვიცი რატო აკეთებს ეგრე. ანუ წესით არ უნდა აკეთებს, აი ოდნავ შეიძლება გამოძრავოს, მაგრამ რა მასე არ უნდა მოქმედებდეს ესეთ. კაი, ესე რა ქვია, ახლა ჩაუწეროთ, ჩაუგდოთ ისიც, სიკვდილის ანიმაციაც. სად არის დესი? დესის ყველა ფოტო მოვნიშნოთ. წავიღოთ პირველი დესიდან და ჩაუგდოთ ჰამერმენს მარცხნივ. დავარქვათ ჰამერმენ. აუ, რამდენი ანიმაცია ქონია დეს. ხო, ბევრი აქვს. დეს. ბევრი კადრი აქვს. ჰამერმენ დესი დავარქვით ამას. მერე გადავიდეთ ანიმატორში, დაგხვდება იქ ჰამერმენ დესი. და Take-it-დან გადავიდეს. Take-it-დან გადავიყვანოთ, ხო, იმიტომ რომ ისედაც ხო ბოლო მოხვედრა როცა იქნება, მაქედან გადავა. დესიდან აღარსად აღარ გადავიყვანოთ. ხო, უნდა დარჩეს დესზე, რომ მოკვდება. უნდა გაქრება მერე. ხო, მერე შეგვიძლია რამდენიმე წამში გავაქროთ და აქ მარცხნივ დესზე რო გადავიყვანოთ ბულით. ბულით იმიტომ ჯობია, რომ მაინც ხო უნდა დარჩეს დესზე და რო დაატრიგერო, შეიძლება დაატრიგეროს, მაგრამ იმ წამის მიასედებს გააჩნია რა, შეიძლება რაღაც სხვა ანიმაციებიც რო გვექნება, მაგალითად ეთექის. თვითონაც რო გააკეთებს რაღაც ეთექის ანიმაციებს, შეიძლება აი წამის მიასედით რომ მოკვდება, მერე ეთექი დაატრიგერდეს რა. და შეიძლება აღარ მოკვდეს მერე და ეთექზე გადავიდეს. ამიტომ ჯობია რომ დესზე ბულით გადავიყვანოთ და ის ბული დარჩება true, ანუ მკვდარი რო იქნება. და ყველა ვარიანტში გადავა დესზე რა. ამიტომ ბული შევქმნათ და დავარქვათ დეს. აი ბული შევქმნი, დავარქვით დესი. Take-it-დან გადავიყვანეთ დესზე და ეგ გადასვლა transition-ი. რომ მოვნიშნავთ, მარჯვნივ გავუთიშოთ has exit time. Setting-ებში transition duration-ი გავანულოთ, რომ ეგრევე გადავიდეს. და ქვევით condition-ში პლუსით რო დავამატებთ take-it-ს და ამატებს და ჩვენ ჩამოვშალოთ ეს take-it-ი და ავირჩიოთ des. Des true. დესი true-ზე იყოს ხო მას? დესი რო გახდება true, მაშინ გადავა დესის ანიმაციაზე. კაი, შევიდეთ ახლა სკრიპტში. და damage სადაც გვიწერია, სადაც სიცოცხლე აკლდება, ხო, მაგის მერე უნდა შევამოწმოთ, გაუტოლდა თუ არა ნულს, რომ მოვკლათ მერე. ამიტომ ამათ ქვევით ჩავწეროთ if-ი. შევამოწმოთ health-ი, ხო? health-ი. უნაკლებიან უდრისნო. აჰა. და აქ ჩავწეროთ anim წერტილის set bool. ის რახან ბული არის? des. ჩავწეროთ. ხო. des ამ შემთხვევაში ჭირდება მძიმე და true. რაით შეგიდე? იმიტომ რომ ბულია ხო მას? იმიტომ რომ ბული არის კი. ეს თუ ჭეშმარიტი იქნა, health-ი თუ ნაკლებიან ტოლი იქნა ნულზე. დესი გადავა true-ზე. destroy ხო მას კიდე? destroy game object. რამდენიმე წამში თუ გვინდა რომ გაქრეს კი?
გავაქროთ? შეგვიძლია არც გავაქროთ და იყოს ისე. წამოწოლილი. მაგრამ რომ მოგდება ხოლმე გახრის. რა, როგორც გინდა. ჯერ გავტესტოთ ეს მუშაობს თუ არა. სიგვდილე ესე გადასვლა. ხუთი სოცხერა ხანა 5-ჯერ უნდა მოვარტყო. ილუპება ოღონდ. მაგარი სიგვდილი ქონია. თავით ეცემა იმას. ხო, შენთანაც დაილუპება წესით და DS-ის ფოლდერში შედი. და ეს თვითონ ეს სამკუთხედი მონიშნე და margin loop time-ი გაუთიშე. და გავტესტო. პრინციპში take hit-საც გაუთიშოთ loop time-ი. ეგეც ხო ერთხელ უნდა გააკეთოს. არ ილუპება, მაგრამ მაინც ხა თავი რო დავიწყოთ take hit-საც გაუთიშოთ loop time. აი, ჩემთანაც გადააგდო, ხო? ცოტა ახლოდან რო ეს რეაგდებს. ის hitbox-ი მე ძალიან ცუდად ჩანს. დაწოლილი როა. იმას დახტი ზემოდან. აი რომ მოკვდება. ოკეი, ხო. რომ მოკვდება, ანუ hitbox-ი უნდა ჩაუქროთ. ხო, ეჯახებით ან. აი ზევიდან კიდე ძალიან შორს ადგას მაგ. ხო, ზევიდან თავზე დაადგება, იმიტომ რომ ის hitbox-ი ისევ ესე ვერტიკალურად არის. ეს კი დაეცა სახით, მაგრამ hitbox-ი ეგრე რჩება. თან რა ვქნათ, იცი? ისედაც რომც არ ესროლო. რომ მივანახე პლეიერი აგდებს. ეჯახება რა. და ამათ შორის შეხება შეგვიძლია გავთიშოთ. აი ის მახსოვს მას, როგორ გავთიშოთ. გახსოვს? გავთიშეთ ერთხელ. კი. ის სადღაც ჩამონათვალი იყო და პირამიდასავით იყო. აჰა. პლეიერსაც ჭირდება ოღონდ ლეიერი და enemy-საც. ანუ ლეიერები უნდა შეუქმნა სხვადასხვა ობიექტებს და მე მაგ ლეიერებს უთიშავ იმას შეხებას. add layers დავაჭიროთ. layers და player და PS-ით და enemy-ს. Player-ის ისა layer-ი და enemy-s layer-ი, კი. აი მე-6 და მე-7 ადგილზე შეგვიძლია ჩავწეროთ. Player და enemy. მერე გადმოვიდეთ player-ი მოვნიშნოთ და ავირჩიოთ. აქ player-ზე yes change build-ing. ხო, know this object only-ს დააჭირე, რომ მარტო players შეეცვალოს და არა მათ შვილებს. თორე შეიძლება მერე რომელიმე შვილი ეგონოს player-ი. თქვათ ეს რო etx გააკეთებს hammerman-ი. შეიძლება ground checker-ი ეგონოს ისა player-ი, რახან player-ის layer-ი აქვს და ეგ არ გვაწყობს. ამიტომ მარტო players კონდეს layer. Know this object only-ს აირჩევ რა და მარტო ამ objects მოენიშნება player-ის layer. hammerman-ზეც ეგრე მონიშნე, margin default ჩამოშალე და enemy-ზე გადაცვალე. ამას შვილი არ ყავს და მაგიტო არ დაწერა არაფერი. ახლა მასის სამკუთხედში უნდა შევიდეთ project settings-ში. edit მარცხნივ ზევით project settings. და აქ გვინდა ჩვენ physics 2D. physics 2D-ს რომ მონიშნავ, შეიძლება გავუთიშოთ. ხო, layer collision matrix-ში უნდა იყო და აქ უთიშავთ აი ზევით enemy წერია, მარცხნივ კიდე ქვევით player-ი და მაგათ შორის გადაკვეთა გათიშე. So, ეხლა აღარ შეეხება საერთოდ ეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს აქვს collider-ი, აი. და ასევე ordain layer-ი გაუზარდოთ თვითონ player-ს, რომ წინ იყოს რა. ეგ აქვს sprite renderer-ში. აი მოდი ordain layer-ი კონდეს 5 ამას. players. ყველაფერზე წინ იქნება. აი წინ არის. ანუ ესე თქვა გვერდს აული და იქითაც გაიქცევი აქეთაც. უბრალოდ რო ესვრი მაინც მოვარტყავ. იმიტომ რომ error არ გვაქვს გათიშული. აჰა. error ჩვეულებრივად ხდება.
ოკეი, მუშაობს ხო? გავტესტო. ხო. იმას აღონ ჩემთან აი ერთმანეთს რო დავყენე, უდა იგლიჩებიან, რომ ხან enemy არის წინ, ხან player. ხო და ერთნაირი golden layer-ზე არ უნდა დააყენო. ერთ-ერთი წინ უნდა გქონდეს რა. მაღალი რიცხვი უნდა გეწეროს ერთ-ერთზე. რო ეგ არ მოხდეს, ერთნაირზე როცა sprite renderer-ში, sprite renderer. ერთნაირი golden layer-ები როცა აქვს ორ ობიექტს და ერთად რო დგანან, ანიმაციებში რა ხან ფოტოები ენაცვლებიან ერთმანეთს, ხან ერთი ჯობნის, ხან მეორე რა, ხან ერთი გადმოდის წინ, ხან მეორე. ამიტომ ერთ-ერთზე golden layer-ი უნდა გაზარდო, თუ გინდა რომ ეგ არ მოხდეს. ჩაუწერა? დიახ. 10-ზე დავაყენე. ოკეი. კაი. რა გვინდა ახლა? ახლა ნახე რა პრობლემა იქნება კიდე. რომ მოკლავ, მიცადე ერთს გავუკეთებ ამას სიცოცხლეს, რომ უცებ მოკლა. რომ მოკლავ. მე რჩევა ისევ. კი, და კიდე რო ესვრი, კიდე მოკვდება. მოკვდება რა, კიდე დააკლდება რა სიცოცხლე. ხო და hitbox-ი უნდა გაუთიშოთ მას. არა, hitbox-ი კი არა, collider. collider-ი გაუთიშოთ. აი აქ. remove component-ით მას. remove component-ით შეგიძლია, ასევე შეგიძლია get component enabled ჩაუქრო უბრალოდ რა. აი ან ამით უნდა გააკეთო, ან remove-ით შეგიძლია, კი. აი ნახე, get comp მოიცადე. როგორ გირქვა? remove component. ქონდა როგორც მახსოვს. შეიძლება ჯერ get component უნდა. box collider 2D. წერტილი არა, remove გაცო? მეც არ მახსოვს ეგ. დავსერჩოთ. unity remove component. არა, destroy წერია, მაგრამ მახსოვს რომ remove component-ი იყო. ახაც destroy-ები წერია. აი, შეიძლება სხვა რაღაცაზე მახსოვს. stream-ი კიდე გაიჩიოს. კაი, ვის შევწეროთ მაშინ enabled. Enabled უდრის false. ჩაქვრება რა. მაგრამ ნახე ამას რა პრობლემა იქნება, ჩავარდება დაბლა. collider რო მაშინ ის სამკუთხედში რო გაუთიშოთ. errors და იმის შეხება. არა, ეგ რო გაუთიშოთ, საერთოდ აღარ შეეხება, საერთოდ აღარ დააკლებს სიცოცხლეს. ხო და რომ მოკვდება მე. ეგრე არ შეიძლება, ვერ შეიძლება სპინი. არა, ეგრე ვერ იზა. შეგვიძლია გავაჩეროთ, ანუ ეს რო ჩაუქრება აქ ვარდნას ხო დაიწყებს. ხო. და გავაჩეროთ აქ, ანუ get component-ით rigid body 2D-საც და gravity 0-ზე გადავიყვანოთ. კი, ან gravity-ელი გადავიყვანოთ 0-ზე, ან body type-ი შეგვიძლია უდრის static. rigid body type 2D static და გაშეშტება რა. მასტრიმი გააზიანეთ, კოდ გადავწერეთ. აი. და შეგვიძლია სკრიპტით ჩაუქროთ. ამ სკრიპტმა რო აღარ იმუშაოს, სკრიპტის ჩაქრობა არის this წერტილი enabled უდრის false. ეს სკრიპტის ჩაქრობა get component-ად შეგვიძლია გააკეთო. get component სკრიპტის სახეს დაწერ, აი როგორც box collider-ი დავწერეთ აქ ან rigid body 2D და enabled false გააკეთებ, მაგრამ აქ ისე არის გაკეთებული, რომ this რო წერ, ნიშნავს ამ სკრიპტს რა, სადაც ხარ. ანუ ეს
enabled უდრის false. რაც ეს ნიშნავს აქ enemy health რა, იმიტომ რომ ამ script-ში ზის ეგ არის. ანუ ეს script-ის ჩაქრება და აღარ იმუშავებს. ანუ ოპტიმაირად შეიძლება. კი. ეს script-იც აღარ იმუშავებს. ორ დამის მონახეთ script-ი. body type-ის მიერ ტოლობას რო დაწერ space დააჭირე გამოტოვებას და ამას თავისით შემოგთავაზებს. მას სტატიკი რო დავწერე გააწეთია. ანუ არასწორად გიწერია rigid type-ი ალბათ. 2D არ გიწერია ალბათ აქ. ან მანამდე გიწერია არასწორად რა. არა, rigid body 2D მიწერია მას. მეწერა. ხო. rigid type 2D. და მე this enabled უდრის false. რაც ჩააქრობს scripts. აქტიური აღარ იქნება ეს script-ი, როცა მოკვდება რა. დავწერე და გავტესტავ. Let's go ტესტავ. ნახე. ყველაფერი ჩაუქრა. Box collider-იც, enemy health-იც და rigid body static-ზე არის გადასული. ასე სტატიკი რა არის? მოახსენე. სტატიკური ხდება ობიექტი, აღარ გამოძრავდება. აა. Box collider-ი რო ჩაუქრეთ, ხო, dynamics-ე რო იყო, ხო ჩავარდებოდა. დინამიური ობიექტი იყო და მაგიტო. აი თავიდან dynamics-ი არის ხოლმე rigid body. აი body type-ში. და ჩვენ body type-ი გადავიყვანეთ static-ზე, როცა კვდება. collider-ის ჩაქრობის მერე და ხდება სტატიკური, ანუ უძრავი ობიექტი ხდება რა. მომევნახო მას. იმ ისარმა რო არ გადააგდოს ხოლმე რა შეგვიძლია, იცი? აი ის არის რომ მოხდება და შეერჭობა. და შეგვიძლია ჩვენით გავასრიალოთ ოდნავ რა და გავაჩეროთ. აი ოდნავ პატარა წინაღობასავით ახლა წინდა რო ის არის მოხდება, აი ოდნავ უკან რო დახიოს. და გავაჩერებთ მე რა, ესე დიდზე არ გადახტუნებს. და არ გადააგდებს. ნახება მუშაობს? კი, მას გათიშა ყველაფერი. ის rigid body static-ზე გადაიყვანა. ოკეი. კაი. ჩვენ მოიცადე ერთს ნახო. გვაქვს შერჭობა. ზევიცროლა, მე ქვევიცროლა და speciality-კი. კაი. მოდი. Player-ზე კი არ გვაქვს ჯერ. ანუ ამას არ აკლდება, მაგრამ რახან enemy health-ზე გავაკეთეთ ეს. Player-ზეც გავაკეთოთ რა. აქ player-საც გავუკეთოთ public animator-ი. Anime. Player attack to player movement shows. Player health-ში. აა. და აქ ამასაც ჩაუწეროთ anim წერტილი set trigger. ზუსტად იგივენაირი, შეგვიძლია მოვაკოპიროთ კიდეც რა იქიდან. გაიჩა? კი. შეგვიძლია ეს მოვაკოპიროთ, აი take hit-დან ეს if-ი.
და player health-ში მაგრამ იქ ხო სხვა ისენი გვექნება. ხო, ამებს წავშლით უბრალოდ. ესენი არ გვინდა. მარტო დატოვე des true-ზე. ამას იგივეს დავარქმევთ იქაც, იმ სკრიპტშიც. ეს სკრიპტში აღაიყო და ანიმატორში. ეგ პრობლემას არ წარმოადგენს. მისა damage void-ს ჩავწერო, ხო? კი. შეგინ ჩაუპეისტე. health minus damage amount-ის მერე. კი. ესეც დაუწერო, ხო? public animator anime. ოკეი, დავასეივოთ ესეც. გადავიდეთ unit-ში. მეგონი player-ის ანიმაციები ყველა გვაქვს ხო ჩაგდებული? არა მაქვს. თუ არა? კი, მე ყველა მაქვს. აი des-იც მაქვს. take it-იც მაქვს. მაქვს. არ გაქვს შენ? ნახავთ. ხო, ანიმატორში გადადი და დაინახავ მანდ. ატაკი. არა მაქვს. ხო. მარტო ატაკები მაქვს, jump-ი და run-ი. take it-ი ჩააგდე. take it-ზე გადადი, take it-ის ფოლდერი ბოლოში აქაც. ყველა მონიშნე და ჩაუგდე players. დაარქვი player take it. loop times გაუთიშავ ამაზეც თვითონ სამკუთხედზე არ მქონდა გათიშული. შენ შეგიძლია გაუთიშო მე loop time. უთიშავს. ახლა კიდე რომელი ჩავაგდო? des-ი ჩააგდე კიდე. des-ს გაუთიშოთ loop time. კიდე მასზე როლიც არის და slide-იც არის. კი, მაგებსაც გავაკეთებთ. slides გამოვიყენებ dash-ისთვის წესით. აი ორივე გამოჩნდომას. მივიტანოთ n-state-ა კი არა, აი ჩამწკრივებლად ხო გვაქვს ესენი. აი ზევით სადმე რა. აი player attack special attack 5 რო არის, მაგის გვერდით შეგვიძლია დააყენო და n-state-დან გადავიყვანოთ take hit-ზე. და take hit-დან გადავიყვანოთ exit-ზე. და მერე take hit-დან des-ზე არ უნდა გადავიყვანოთ? კი, take hit-დან გადავიყვანოთ des-ზე. მარცხნივ პარამეტრებში შევქმნათ ტრიგერი. გავარქვათ take hit. n-state გადავიყვანეთ hit-ზე და hit-დან des-ზე, ხო? კი. და hit-დან ასევე exit-ზეც, რომ hit-იც გაითიშოს ხოლმე. ხო და იქ ხო. ახლა რომელი მოვნიშნო? ჯერ ის შექმენი take hit-ის ტრიგერი. პლუსით. trigger take hit და bool des. ზუსტად იგივენაირად დავარქვათ, იმიტომ რომ კოდშიც ეგრე გვიწერია. take hit და des. take hit-ი ტრიგერია, des-ი bool. შექმენი? შევქმნი მას. მერე n-state-დან take hit-ზე რო გადადის, ეგ მოვნიშნოთ transition-ი. setting-ები ჩამოვშალოთ, transition duration-ი გავანულოთ. დაყოვნება არ კონდეს და can transition to self twishავთ კიდე აქ. რომ თავის თავზე არ გადავიდეს ხოლმე. condition-ებში არაფერს ვამატებთ? condition-ში ვამატებთ ქვევით take hits. მერე take hit-დან რო exit-ზე გადადის, ეგ transition-ი მოვნიშნოთ, has exit times ტოვებ ჩართულს, რომ თავისით გაითიშოს. setting-ებში exit time-ში უწერთ 1-ს, რომ სრულად გააკეთოს ანიმაცია და transition duration-ში ვანულებთ. condition-ში არაფერი არ უნდა აქ. ახლა take hit-დან take hit-დან des-ზე. has exit time-ი გავუთიშოთ, transition duration-ი გავანულოთ და ქვევით
condition-ში დავამატოთ des მას ამას can transition to self-ი რა თუ არა? იმიტომ რომ ეგ აქვს მარტო any state-ი და რომ რაღაცაზე გადაყავს. იმიტომ რომ any state-ი ხო ნიშნავს ყველა state-ს, ყველა ამ ანიმაციას. და ერთხელ რო გადაიყვან მაგ ანიმაციაზე can transition to self-ი თუ ჩართული გაქვს, სანამ დამთავრებულია ის ანიმაცია რო გადაიყვანე მაგის მერე. ისევ შეუძლია რომ თავის თავზე გადავიდეს. იმიტომ რომ თავისი თავიც ხო იგულისხმება any state-ში რა. შენ take it-ზე კი გადაიყვანე, მაგრამ any state-დან გადასვლა take it-ზე ნიშნავს take it-ზე როცა არის, მაშინაც შეუძლია take it-ზე გადასვლა რა, კიდე. და მაგას ნიშნავს ეგ can transition to self. ანუ თავის თავზე გადასვლა. შეეძლოს თუ არა. თუ ჩართულია შეუძლია, თუ არ არის ჩართული. პრინციპში take it-ზე შეიძლება ჩართული უფრო გამოგვადგეს, იმიტომ რომ ის არის რომ მოარტყამ, სანამ take it-ი დამთავრებულია, კიდე რომ მოარტყა, თუ გვინდა რომ ახლიდან გავაკეთებინოთ take it-ი, მაშინ შეგვიძლია დავტოვოთ ჩართული. თუ არა და ხო. კაი, ეს რა ქვია, des true-ზე დავაყენეთ take it-დან des-ზე გადასვლა. Okay. შეგვიძლია ესე გავტესტოთ. Players ჩაუწერე player health-ში health-ი 1 და player health-ში რო წამოხვალ void start-ში გამოიძახე damage-ი. ან საერთოდაც შეგვიძლია აქ 1 არ ჩაწერო, 5 დატოვო health-ში. და აქ ჩაწერო პირდაპირ 5 damage-ი. და პირდაპირ 0 გაუხდება რა, როცა თამაში დაიწყება და hit-საც გააკეთებს და მერე des წესით. ეხ, მაგრამ damage-ს რა დააკლებს? არაფერ, რო ჩართავ ეგ დააკლებს. ანიმატორი არ გვაქვს ჩაგდებული. გააერორა. Start-ში ხო ჩავწერეთ ეს და უბრალოდ რო ჩართავ გავტესტავთ რა. Players რომ მონიშნავ მარჯვნივ player health-ზე anims დაინახავ და non-animator ეწერება. წამოიღე player-ი და ჩააგდე. Player-ის ანიმატორი ჩახტება მანდ. დიახ. So, ჩართი თამაში და წესით რო დაიწყება ეგრევე მოკვდება. ეგ არის. მაგრამ მოძრაობა შეგიძლია. მკვდარზე. და ასევე რო ახტები წესით გაცოცხლდება. ეგ არის. ნახება? ეს health minus damage amount-ი start-ში დავწერო? არა, damage 5 ჩაწერე პირდაპირ start-ში. Damage 5. 5 იქნება damage amount-ი რა. და 5-ს გამოაკდება 5 პირდაპირ. ანუ რავი, რამდენი გაქვს შენ player-ის სიცოცხლე? 3. მაშინ 3 ჩაწერე აქ. ნუ 5-საც მოკვდება, მნიშვნელობა არა აქვს. ნაკლებიაც ხო გვიწერია აქ. თამაში ჩართავ ეგრევე მოკვდება და გატესტე მოძრაობა შენთანაც თუ მუშაობს მაგის მერე. და ასევე ახტომის დროს გაცოცხლდება კიდეც. შეგვიძლია ეგეც გატესტო. მას ახტომის დროს რა გაცოცხლდება? იმიტომ რომ ახტომის ანიმაციაზე გადადის და des-ზე აღარ არის. მაშინ მას return-ი არ უნდა, არა, return-ი კი არა. მოიცა. This enabled udris false ხო უნდა დავწერე. მოდი აბა დავალება იყოს ეგ, მოიფიქრე და ჩაუწერე. Okay? ანი. კაი, მოკეთ დავალება იქნება, რომ სიკვდილის მერე აღარ უნდა შეეძლოს ამას მოძრაობა. საერთოდ. მოიფიქრე როგორ ჩაწერე. შენთან არ მოკვდა. ეს გაუნოდა და არ მოკვდა. ნახე, აბა სწორად გადაიყვანე take it-დან des-ზე? Des true მონიშნული გაქვს აქ? იქიდან des-ზე რო გადადის. take it-დან des-ზე რო გადადის, და true ხო? კი. არ ქონდა მონიშნული? ხო. ეგრე მაქვს. Hexi time გათშული გაქვს, ხო? კი. და transition duration 0.
მაშინ აქ ხო არ გიწერია განსხვავებულად დეს აქ როგორ დაარქვი იმაში ანიმატორში დიდი მიწერია და იქაც დიდი მიწერია დიო სკრიპტშიც დიდი გიწერია კი ნამდვილად იმიტომ რომ იმა enemy health-შიც ეგრე გეწერა კი დეს თრუზე მქონდა თავიდანვე მას აქ გონდა ჩართული? მე მგონი აბა მით უმეტეს უნდა გადასულიყო მაშინ აქ თუ ჩართული იყო თავიდან გაზიარე ვაერთოს არსებობს გაზიარე და მაჩვენ მაიმას ხო აი ეს take it and extend აბა ერთს any state-დან hit-ზე გადასვლა მაჩვენა quote condition take it exit-ზე გადასვლა exit-ზე გადასვლა hit-დან exit-ზე კაი შედი script-ში აბა script-ში შედი test true გიწერია კაი unit-ში გადადი აბა ერთს გამოტოვება ხო არ გაქვს იმ des-ში და ჩააწკაპუნე აბა არა ჩააწკაპუნე ერთხელ არა გამოტოვება არ არის არა ჩარტი აბა თამაში რანაირად აკეთებს hit-ზე გადადის და des-ზე არა თუ რა შვება ჩარტი თამაში არ გამომდის არც ერთი ანიმატორი ჩაუგდე იმა არც აერორებს ას ხوار მოძოში აერორებს არ აერორებს ანიმატორში გადადი აბა აქ დებული ეხლა მე მგონი ჰელსი არა ჰელსი გაქვს 0 გიწერია და მაგიტო არა 3 დაუდენე მოსთან 3 ჰელსი აკლდება ანუ აბა რა უნდა კაცო ასეს ვოიდი რო არა გამოძახებული არა არა გამოძახებული გაქვს სტარტში არ გიწერია damage 3 გიწერია და აკლდება ის მუშაობს health minus damage amount 3 აკლდება 0 გახდა წეგან ვერ დაინახე health-ი ნაკლები ანტოლი 0-ზე anim setful des true ვა აკამიტა გაშება ხოლმე არა სხვა ფერსონაჟი მწერია კი ჩარტ ერწამ თამაში და ანიმატორში გადადი ჩარტულზე რო ჩაირთვება ანიმატორში გადადი პლეიერი მონიშნე ასევე აი დესი true არის, მაგრამ მაინც იმას აკეთებს. რაღაცა გაქვს არასწორად მანდ მონიშნული. idle-ზე აკეთებს მაინც. გამორთი თამაში და მაჩვენება ის როგორ გიწერია. არა, იქ ანიმატორში მაჩვენე idle-ზე და იმაზე run-ზე გადასვლა. გადმოსვლა, transition-ები. run false-ი, იქ run true, ხო? მეორე transition-ი მანახე. run true. კაი. კოდი მანახე, აბა ერწავს. კოდში რა გვიწერია ჩვენ player movement-ში. Movement-ში რომელია? აი ეს ხო? მეტი ანულზე true. ნაკლები ანულზე true. და else false. ვა
ვერ გავიგე, ანუ ჰიტს მაინც რატო არ აგეთებს, ვერ ხვდები. გადადი ერთ წამს იქა იუნიტში. იუნიტში. ხო. და აბა DS-ზე გადასვლაც იქიდან გააკეთე N-State-დან. ეგ ტრანზიშენი წაშალე ჰიტიდან DS-ზე რო გადადის. ვერ წაშლი ეგრე, delete-ს უნდა დააჭირო პირდაპირ. მარჯვენა ღილაკით არ იშლება ეგ, delete-ს უნდა დააჭირო პირდაპირ. N-State-დან DS-ზე გადასვლა მონიშნე. Transition duration-ი გაანულე მანდ. არა, არ უნდა hexexit-ე. 0 0.0 არა, 0 ჩაწერე, 0. და can transition to self გაუთიშე კიდე იქ. ზევით. აქ რაღაც იმას წერს. Can transition to self გაუთიშე კიდე ზევით. ეს true ხო? კი, true. აბა ეხლა გატესტე. ახლა მუშაობს. იმუშავა? არა, ილუპება. ხო, loop time-ი გაუთიშე. ილუპება. Hit-იც გააკეთა? ხო. ვერ დავინახე, იმიტომ რომ N-State-თან ხო პირდაპირ იმაზე მაქვს DS-ზე გაკეთებული. გადასული. ხო, მაგრამ ჯერ hit-ი უნდა გააკეთებინ. კაი, loop time-ი გაუთიშე. Hit-საც და იმასაც. Hit-საც გაუთიშე. ისე გაგეთრული. კაი. კაი, დაასეივე და ჩართიება ერთ წამს. ეგრე ვეკვდება, მაგრამ ხო, რავი. მერე უფრო შევამჩნევთ რა, იმას Hammerman-საც რო დაუწერთ, რო დააკლოს ხოლმე ამას სიცოცხლე. მე მგონი ცოტა კოლაიდერი გაქვს ჩამოსაწევი. კი არა, და ასაწევი უფრო სწორად. ჰაერში არის. კაი, მოკეთ შემდეგისთვის გაასწორე, კაი. კოლაიდერი და ეს ხო? ხო, კოლაიდერი და რო აღარ იმოძრაოს საერთოდ სიკვდილის მერე. ოკეი და რა უნდა მეთქვა? შემდეგზე პარასკევს გცალია შენ ადგილზე რო შევხვდეთ. რომელზე? ხო. 5:09-ზე რო იყოს ნუ. კი, შემიძლია 5:09-ზე. აგით. ოკეი. კაი. დროებით აბა. ნახონდეს. ნახონდეს.